ყოველდღე ვეღვიძებთ დიდ გაურკვევლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ზანზარებს, ყველას გაქვს რაღაც არასტაბილურობის განცდა, შფოთვა და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანა გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. იმის გათვალისწინებით ქვეყანა როგორ მიექანება იზოლაციისკენ და შეიხის სტუმრობა უკვე ითვლება მთელი საგარეო პოლიტიკის ალტერნატივად, რაც აქამდე ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულ პარტნიორობასთან ჰქონდა განცდა. ხო, ეს უკვე ანომალია და ყველაფრის ნიშანი. ყველა ოჯახი არის მიკროკოსმოსი, ყველას თავის გეგმები აქვს, არა? ყველას სურს განვითარება და როცა შენი ბედი არის შემთხვევით ადამიანებზე დამოკიდებული, ბუნებრივია მშვიდად და სტაბილურად ვერ იქნება. ხო? იგივე ითქმის პენსიონერებზეც, არა? 350 ლარი პენსიით, როგორ შეიძლება წამალიც იყიდო, კომუნალურიც გადაიხადო და ყველას არ აქვს ისეთი შვილი, რომელსაც შეუძლია მშობლები შეინახოს, არა? ანუ ასაკის მიუხედავად ბავშვი იქნება თუ მოხუცი პენსიონერი, სულ ყველა არის რისკის ქვეშ და დაუცველობის განცდის ქვეშ. ეს არის უკვე მოქალაქეობრივი დანაშაული, როცა შენ გაბარია იგივე ბავშვები, როცა გაბარია იგივე საჯარო მოხელეს ქვეყნის ბედი და შენ ყველაფერზე თვალებს ხუჭავ, იმიტომ რომ დისკომფორტი არ შეგექმნას, თორე ყველას კარებთან მიდის, რამდენი გაჩვენებული პედაგოგი გამოუშვეს მერე, თუნდაც იმიტომ რომ ვიღაცას თავის მაზლის ცოლი ყავდა სამსახურში, არა? ეს უსამართლობა მაინც ყველას კარებთან მივა. არ არსებობს შენი ქვეყანა იყოს უბედური და შენ ცალკე როგორმე ბედნიერება მოახერხო. რამდენიც არ უნდა იშოვო, ბოლოს და ბოლოს მშერი ადამიანი მოვა და დაგაყაჩაღებს. შენი შვილი ქუჩაში ვერ გავა და ხედავთ მდიდრები როგორი ესკორტით დადიან, ხო? რამხელა კლიტულებში დგენ, ამხელა გალავანი შემოარტყეს საკუთარ სახლებს, არა? ვერავინ ვერ გადაურჩება უსამართლობას, თუ შენ ამას თვალი და ყური მოარიდე.